აბა თუ იცი, რომელ კონტინენტზე მდებარეობს ეიფელის კოშკი? A. აფრიკა, B. აზია, G. ევროპა, D. სამხრეთ ამერიკა. სწორი პასუხია ევროპა. ქალაქი პარიზი, რომელიც ევროპის კონტინენტზე მდებარეობს, ამ კონტინენტის ყველაზე პოპულარული ქალაქია. საინტერესო ფაქტი. იცოდით, რომ ეიფელის კოშკის აშენებას მხოლოდ 2 წელი და 2 თვე დასჭირდა? თავიდან პარიზელებს ეიფელის კოშკი არ მოეწონათ და მისი დანგრევაც კი უნდოდათ. დღეს კი ეიფელის კოშკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა და ყოველ წელს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ადის ეიფელის კოშკზე. საინტერესო ფაქტი. ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი, რომელმაც პეპი გრძელწინდა და სახურავის ბინადარი კარლსონი დაწერა, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, შვედეთიდან არის.